გამარჯობა. მე ვარ მარიამი და წარმოგიდგენთ ბრიტანული უნივერსიტეტის პოდკასტ თემაზე ემპათიური ლიდერობა, რომელსაც განვიხილავ Microsoft-ის CEO სატია ნადელას მაგალითზე. წარმოიდგინეთ ტექნოლოგიური გიგანტი, სადაც რეალურად თანამშრომლები ერთმანეთთან მაღალ დაპირისპირებაში არიან, არის კონკურენციის აგრესიული კულტურა, თანამშრომლებს შორის დაბალი კოლაბორაცია, აღინიშნება ინოვაციის შენელება ისეთ კონკურენტებთან, როგორიც არის Apple და Google და შესაბამისად ეს ქმნის გარემოს, სადაც თანამშრომლები თვითგანვითარების და წინსვლის ნაცვლად თვითდამკვიდრებაზე არიან ორიენტირებული და ლიდერები არ კომუნიცირებენ გუნდის წევრებთან. სწორედ ამ დროს ხდება კომპანიის ლიდერი სატია ნადელა, რომელიც ნერგავს სრულიად ახალ მიდგომას, ემპათიურ ლიდერობას, რაც თავის მხრივ მოიაზრებს იმას, რომ ლიდერმა უნდა უსმინოს თანამშრომლებს, უნდა გაიგოს მათი საჭიროებები და აუცილებლად შექმნას ფსიქოლოგიურად მდგრადი და უსაფრთხო გარემო. მე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, თუ კონკრეტულად რა გააკეთა სატია ნადელამ, ანუ რაში გამოვლინდა ემპათიური ლიდერობა და აუცილებლად მიმოვიხილოთ ციფრებში რეალურად გამოხატული შედეგები, რადგან ძალიან ხშირია ხოლმე მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ თანამშრომელთა მოტივაცია, მსგავსი კულტურის შექმნა მხოლოდ ფინანსურ ზარალს აყენებს კომპანიას და სწორედ ამიტომ ავირჩიე Microsoft-ის кейსი, რომ ის არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ემპათიური ლიდერობა, დემოკრატიული ლიდერობა, რომელიც ზრდის თანამშრომელთა მხარდაჭერასა და მოტივაციას, პირდაპირ პროპორციულად ფინანსურ ბენეფიტებზეც აისახება, რადგან ბედნიერი მოტივირებული თანამშრომელი ნიშნავს პროდუქტიულ თანამშრომელს. კონკრეტულად რა გააკეთა სატია ნადელამ? სრულიად შეცვალა ორგანიზაციული კულტურა, რაც ნიშნავს იმას, რომ თანამშრომლების შეფასება აღარ ეფუძნებოდა ინდივიდუალურ შედეგებს. დაამკვიდრა ეგრეთ წოდებული growth mindset-ი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი პრობლემა იყო იდენტიფიცირებული და განხილული დეტალურად და მისი მიზანი იყო ზრდა განვითარება, დაბრკოლებების შესაძლებლობად ქცევა, სუსტი მხარეების გაძლიერება და არავითარ შემთხვევაში პრობლემები და სუსტი მხარეების აღმოჩენა არ ნიშნავდა, რომ ვიღაც თანამშრომელს თით დაუქნევდა, გაათავისუფლებდა, არ ნიშნავდა იმას, რომ ლიდერი და წამყვანი პოზიციაზე მყოფი, მენეჯერი ჩასაფრებულ პოზიციაში იყო თანამშრომელთან, არამედ პირიქით. შესაბამისად, სატია ნადელამ გააძლიერა ინდივიდუალური შეხვედრები და გააქტიურა, აქ მნიშვნელოვანი, ისმენდა თანამშრომელთა უკავშირს ნებისმიერ დონეზე და აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შეხვედრა უკავშირისთვის, არამედ რეალურად ნამდვილად პრობლემების იდენტიფიცირება და ამ პრობლემებზე მისი რეაგირება. გაიზარდა თანამშრომელთა ჩართულობა და მოტივაცია, ისინი ერთმანეთსაც ეხმარებოდნენ გუნდის შიგნით სხვადასხვა საკითხის და პრობლემის მოგვარებაში და საკითხის შესრულებაში და ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროდუქტების დიზაინში მეტი ფოკუსი გაკეთდა მომხმარებლის გამოცდილებაზე. ინოვაციის კუთხითაც ძალიან გაიზარდა და განვითარდა Microsoft-ი. მინდა კონკრეტულად გავამახვილო ყურადღება შედეგებზე, რომელიც დადგა ამ ემპათიური ლიდერობის აქტიურად დანერგვის და გამოყენების შემდეგ. კომპანიის საბაზრო ღირებულება 2014 წლისთვის, ანუ ნადელას მოსვლამდე დაახლოებით იყო $300 მილიარდი და 2021-2023 წლის პერიოდში ეს გახდა მამან გადააჭარბა $2 ტრილიონ, რაც 600%-ზე მეტ ზრდას ნიშნავს. რაც შეეხება კონკრეტული კომპანიის შემოსავალს, 2014 წლისთვის ეს იყო დაახლოებით $86 მილიარდი და 2023 წლისთვის $211 მილიარდ მიაღწია, რაც 155%-იან ზრდას ნიშნავს. Azure Cloud-ის მიმართულებით კვლავ მისი მთავარი მიმართულება იყო Microsoft-ის და გაიზარდა თანამშრომელთა ჩართულობაც, მიუხედავად იმისა, რომ ცხადი არ არის კონკრეტული პროცენტი, რამდენი პროცენტით გაიზარდა, თუმცა ამბობენ, რომ ძალიან მაღალი პროცენტით და მკვეთრად მოხდა ამ თანამშრომელთა მოტივაციის ზრდა და თანამშრომელთა ჩართულობის ზრდა, თანამშრომელთა პროდუქტიულობის ზრდა. და მნიშვნელოვანია, რომ Microsoft-ი კვლავ მთავარ ლიდერად რჩება Cloud-ის, AI-ის და Enterprise Software-ის მიმართულებით. გაძლიერდა კონკურენცია ისეთ კონკურენტებთან მიმართებაშიც, როგორიც არის Amazon და Google.
შეჯამების სახით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს кейსი გვაჩვენებს, რომ ემპათია არ არის სისუსტე, არამედ სტრატეგიული ლიდერული უნარი. ადამიანზე ორიენტირებული ლიდერობა პირდაპირ აისახება ბიზნეს შედეგებზე და საუკეთესო ლიდერები არიან ისინი, ვინც ყველაზე კარგად უსმენენ თანამშრომელს და შესაბამისად ამას გარდაქმნიან სტრატეგიულ შესაძლებლობად და სწორ სტრატეგიულ გადაწყვეტილებად. ნადელას შემთხვევა სწორედ ეს არის, რომ ის ემპათია არ იყო მხოლოდ რბილი უნარი, არამედ ის გადაიქცა ბიზნესის ზრდის ძრავად, რომელიც გახდა Microsoft-ის მთავარი ღირებულება. მადლობა.